გამარჯობა. ეხლა ერთმა ადამიანმა მომწერა, რომ აი ის ხალხიო, ვინც კი ბესპრიდელში ყოფდაო, იმ დროს მიშას დროს ციხეებზეო, ნახევარზე მეტიო, კაროჩე, არიო უკრაინაშიო, ზოგი მილიციაში,ო ზოგი იმაშია, ზოგი ამაშიაო. მე სიმართლეს გეტყვით, მე ჯერ ერთი არც ვიცი ეგ ამბავი ვინაა მილიციაში და ვინაა პროკურატურაში და ვინაა იმაში, რა ქვია, ტრაქში. მაგრამ შენ თუ იცი და იმ ხალხმა შენ შეგაწუხა, ხო, უკრაინაში კი არა, იმაში რო იყოს, თუ კი მე მინდა მოვძებნი, სადაც არ უნდა იყოს. ეს ერთი. და ვითომ ახლა შენ მაგას რომ მეუნები, მაგენიო უკრაინაშიაო, შენ რა იგინდა? მე ვზდიო ახლა მაგენს თუ ვერ გევიგე. ეს ერთი. მერე მეორე. ერთმა მეიწერა, კაროჩეო, ვინცო იგიო, რა ქვიაო, მაგ დროსო იჯდაო, სიმონდა, რაცხაო, ახლაო, პრესები ვერ გეიარენო, წეშერად და იგიო და ახლა ბლატაობენო და იგიო და იგიო, მომისმინეთ, რაც გეტყვით, ჩემო ტკბილებო. პრესების გავლა ყველას არ შეუძლია. ყველა ვერ იტანს ამ პრესებს და არა აქვს ზოგს მაგის ოფსილა, გეიგე, რომ ეს პრესები გადაიტანოს და ზოგი ტყდება, გეიგე? და მაგი იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანი თუ კი ვინიცობას მასე მოუვიდა და გატყდა ადამიანი, ხო, ის კი არ ნიშნავს, რომ მაგი ბოზია და ჩატლახია და გოთვერანია. ვერ გაუძლო ადამიანმა, ვერ გაუძლო პრესებს. მე რატო გეუნებით ამას? ახლა მე გეტყვით თქვენ აი ვინც მაგას ლაპარაკობთ, ხო, ჯერ გაიარეთ მაგათ ტაპკებში, ჩუსტებში, გაიარეთ ის, რაც მაგათმა გაიარეს და აი თუ კი გაუძლებ ყველაფერს, აი მერე თქვი ეს და მერე მეორე. ახლა ვინც ბლატაობდა ციხეზე და ძველი ბიჭად შევიდა ციხეზე და გატყდა და ბოდიში და ვერ გაკაჩა, ხო? და ახლა ბლატაობს კიდო, ეს არ არის სწორი. ხო? ვერ გაკაჩე? აი უკვე всё რა, ნუ ხტება ხო ყველაფერი დაჯექი უკვე და იყაი წყნარად. და ნუ აკეთებ იმას, რაც არ უნდა გააკეთო. გაიგე? და ახლა მუჟიკი კაცი თუ იქანე შევიდა და გატყდა მუჟიკი კაცი და ვერ გაუძლო ტკივილს და იმას, კანეშნა იმ მუჟიკა კაც არ მეეთხოვება არაფერი. ნუ ვერ გაუძლო კაცმა. მასე არა, ეგი ჩემო ტკბილებო, ღმერთმა ნუ გამოაცდებიოს, ნუ რავის ეგეთი პრესები. მე ახლა არ ვიცი მაგ რა ხდებოდა, მაგრამ მე რჟევში პრესები გევიარე, დედასპიცა ვარ, მე ვთქვი, ცოცხალი ვერ გამოვა, აქედან თქო, მაგრამ მე მირტყავდნენ. მე იქანი არ იყო ეს ბოდიში და ცოცხები და მოცხები და ეგეთი რაღაცა არ იყო. ტყმა იყო, პროსტა იყო ტყმა და იყო რა მორალურად ჩაგრავდნენ. მორალური ჩაგვრა რა არის? ესე იგი ტუტუცურად გელაპარაკებოდნენ, რაღაცებს გეუბნებოდნენ, ისეთი რაღაცებს, გაიგი, ახლა ქართველი ხო ხარ, ხო? აი ნერუსკი და რაცა, ესეთი პროჭული ჩერნაჟოპი და აი ესეთი იგი და რტყმა, გაიგე? უკნიდა რომ ეგეპარება და დაგატაკებს. რავალია. გაიგე? აი ეს გავიარე მე, გაიგე? მაგრამ ღმერთმა ნუ გამოაცდებიოს ნურავი ნუ იტყვის, რომ მე მაგარი ბიჭი ვარ და მე გავიარ და ვერ გამტეხავენო. ათქვას ეგი არავინ. სანამ იქ არ მოხდები ღმერთმა უკნას და არ გაიარ იმას ყველაფერს, ხო? მანამდე ნიგავარი გობ პაკანი პირიპრიგნეშ. არის ეგეთი პასლოვიცა და გადათარგმნეთ, ვინც იცის ქართულად, როგორ ითქმება ეს? ნუ იტყვიო, ჰოპ, სანამ არ გადახტებიო. ხო იცი, ნათქვამია აი ესე. ასე რომ ნუ განიცხავთ, ნუ რავის. ყველას მისი ცხოვრება აქვს და ყველას მის ცხოვრებაზე გაუმარჯოს, მაგრამ ერთი რაღაცა იცოდეთ, თუ ძველი ბიჭობდა და ციხეში შევიდა ძველი ბიჭად, გატყდა და ეხლა გამოვიდა და ისევ ძველი ბიჭობს, ეგ არაა სწორი. ეგ უკვე არაა სწორი.